ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ლევ ტოლსტოი, ამ და სხვა მრავალი ავტორის ნამუშევრების გაცნობა სოფელ ინჩხურის მოსახლეობას და არა მარტო მათ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში შეეძლებათ. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ წმინდანის მშობლიურ სოფელს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესტუმრნენ. წიგნსაცავის წარმომადგენლებმა 1000-მდე მხატვრული და ისტორიული ჟანრის ლიტერატურა კულტურულ ცენტრს უსახსოვრეს. როგორც დაწესებულების ხელმძღვანელმა გიორგი სარიამ აღნიშნა, ამ მოვლენამ სათავე მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის შექმნას დაუდო. ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოვედით ჩვენ და ამბროსი ხილაის სახელობის კულტურის ცენტრს ჩამოვუტანეთ 1000 წიგნი. თავისთავად წიგნები არის ძირითადად მხატვრული ლიტერატურა და ისტორიული სამეცნიერო ლიტერატურა. გარდა ამისა ჩვენ გვეგნოთ თანამშრომლობის მრავალმხრივ ასპექტებს ამ ცენტრთან. ჩვენ პირველ რიგში ეს წიგნების გადმოცემა არ იქნება ერთჯერადი აქტი და ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ მრავალჯერ გადმოცემთ წიგნებს. ჩვენ ცენტრს შემოემატა უნიშნავანი პროექტი საბიბლიოთეკო არქივი, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ არქივი, ეს იქნება ბიბლიოთეკა, რომლის მოხმარებას ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვა დაინტერესებული პიროვნება და ამ წიგნის შედეგად მიიღებს შემეცნობას. ეს ერთგვარი ღონისძიება ჩვენთან ბიბლიოთეკასთან გაფორმებული. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ბიბლიოთეკარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა ციფრული წიგნსაცავ ივერიელის მუშაობა გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანთიმოზ ივერიელის სახელობის ვებ-პორტალი მომხმარებელს სხვადასხვა სიახლის გამოწერას, საჭირო დოკუმენტებისა და მასალების მოძიება გაცნობას თავაზობს. ღონისძიებას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ესწრებოდა. ჩავატარე პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ინოვაციის ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის შესახებ და შევთავაზე კულტურის ცენტრის თანამშრომლებს ჩვენთან კვალიფიკაციის ამაღლება ამ სფეროში და შემდეგ ერთიან ციფრულ ბიბლიოთეკაზე ერთობლივი მუშაობა. იმედია, ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში გაჩნდება ახალი კუთხე მარტვილის კულტურის ცენტრის სახით. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, რომელიც ეხებოდა გაციფრიანებას მხატვრული ლიტერატურის. რაიონისთვის ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სიახლე, რომელიც მისასწამებელია და ჩვენ ვეცდებით, რომ საჯარო ბიბლიოთეკაშიც მსგავსი რამ დაენერგოს. ჩვენ არ უჩივით, რაც უნდა გასაკვირი იყოს მკითხველებს და ალბათ ეს ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ეს კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი არ არის ძნელად მისაწვდომი, ძალიან დიდი სიხარულით მიიღებს ამ ინოვაციას და იმედია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი მკითხველების რაოდენობა. როგორც ღონისძიებაზე გაირკვა, საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრთან ხანგრძლივ ურთიერთობას გეგმავენ. თანამშრომლების გადამზადება, სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარება, წიგნსაცავის კიდევ უფრო გაზრდა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ გეგმებისა, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ საინტერესო წინადადებად შესთავაზა. ჩვენ კულტურის ცენტრს შევთავაზეთ, რომ ადგილობრივი კულტურის მოღვაწეები, მაგალითად წერილები, მხატვრები და ასე შემდეგ, რომელიც მარტვილში სახლობენ, შევთავაზეთ, რომ ჩამოვიდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და უთმობთ მათ საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს და შესაბამისად გავაცნოთ ადგილობრივი მოსახლეობა და მოღვაწეები დედაქალაქს და დედაქალაქის მოსახლეობას. ასე რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს პერიოდს ვფიქრობ საკმაოდ მონგებიანი და ძალიან საინტერესო იქნება. უახლოეს მომავალში წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში წიგნები მათთვის განკუთვნილ ადგილას განთავსდება. დაწესებულების თანამშრომლები კი მკითხველებს უკვე ელიან.